Ragos საკითხს მინდა რომ შევეხო მოკლედ რა შეიძლება არ იყოს ეს კაცი ამისი ვერსი, მაგრამ ესე მუშაობს ეშმაკი რა ზოგადად თავისი საცეცები რა რო იცოდეთ. გამოდის ესე იგი ეს კაცი და რას იცახე ჯერ რა მიწის თხრა რას ნიშნავს ეს ქალაქი, ეს არის საქართველოს ძველი ქალაქი არის, რომელიც აქ საქართველოს აი დამფუძნებელი მამები რო არიან იმ ხალხმა ჩამოაყალიბა და აქ ცხოვრობს საპატივცემლო პროფესიის მაღაროელების წარმომადგენელი, რაც ანუ მიწის თხრა კი არ არის ამ მაღაროელებმა ამ საქართველოში თავისი თავი შეინახა და შენაირები შეინახა კიდე ძალიან ბევრი უკვე 200 წელია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და ამათი დამცინავი ტონი ხო არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავატაროთ, იმიტომ რომ როგორ მუშაობენ ახლა ეს ხალხი რა რომ მაშინ რო იყო შუქრუთის აქციები ხო მე გადავდიოდი და სულ აი მივდიოდი ყოველდღე ბიჭები პირი ამოკერილი ასეთ სიტუაცია და მოვიდნენ ეს გირჩელები ესე იგი მეც იქ ვიყავი მე ჩემზეც თქვენს აი ეს აწყობდაო პროვოკაციას პირ ამოკერილ კაცს და მოშიმშილე კაცს კამაც უწევენ რომ შენ რო ტყუილაში მშილობ ტყუილადაკო პირი ამოკერილი ნერვებს უშლიან რა საიდან იყვნენ ეხა მოგზავნილი ეხლაც რო ესენი აქტიურობენ და მაშინაც რო ამათმა იაქტიურეს აი თქვენ გააწყვიტეთ ხალხო რა და რისი ნიშანი არის ეს ყველაფერი რა საიდან იმართებიან და როგორ მუშაობენ ხო მე მეორე საკითხი არის რომ აი იგივე ჭიათურელების პროტესტზე რო თქვა რომ მე რომ მივდიოდი სახში იქიდან ხო გადავდიოდი ბიბლიოთეკაში მქონდა ხოლმე ჩემი საქმე იქვე არის ეს პარლამენტის შენობა ხო რომ მივდიოდი ესე იგი რომ წამოვიდოდი სახში აი ჩემს ირგვლივ ჩემი ნათესავები ჩემი ოჯახის წევრები ბევრი ქართული ოცნების მომხრეები არიან რა აი მე ჩხუბებოდნენ რომ მანდ რატომ მიდიხარო მაგ ხალხს რატო იცი იმიტომ რომ მაგათი მედია მუშაობდა ამ ხალხის გაშავებას აი ჩემთვის პატივსაცემი ხალხი ჩემი ოჯახის წევრები ხო იყო ყველასთან ხო ესე ასთა სხვადასხვაობა არის ხო თელ ქვეყანაში ხო მეგანიო კომპენსაციები მიღებული აქვს აქეთ ჩხუბობდნენ ესე იგი ამ ხალხზე რომ როგორ გაბედა ამ ხალხმა რომ აი ამას რო აკეთებს ამას ვინ აკეთებს ხალხო მე ვკითხულობ რა ამას ვინ აკეთებს ამ დაესიზმრა ამ ხალხს მოელანდა თუ რა გააკეთა ეს გააკეთა იმედმა და პოსტივიმ რომელიც მიუქცია სიკაკშრომელებს და არც მეორე მხარე არ არის ანგელოზი ყველა მაგედან იყვებება კარგად ხო მეორე საკითხი ანუ პროფკავშირის საკითხიდან რა შევეხო და აი ერთ რაღაცაში არ დავეთანხმები მე ტარიხს დიდი პატივისცემ რა მარტო ჭიათურელებს კი არ მოგაყენეს ხალხო მაგათმა შეურაცხყოფა მეც იქ ვიყავი მეც ხო შეურაცხყოფა მომაყენეს და თელ საქართველოში რომელებს მიაყენეს შეურაცხყოფა მაგის შეგრება ტიპულს ზესტაფონელს ამას იმას როგორ არ უნდა ხო ეს როგორ რო ხედავ ამას რა გაჩერებს იმ პროფკავშირში ხო მოდის ესე იგი კაცი ანუ აქეთ შედევაზე წამოვიდნენ დაუგნებული ვიყავი ველოდებოდი კიდევ რომ რაღაცას გააკეთებენ ასეთი ამბავი გინდა შუათითებს გაჩვენებენ რა ვიცი პაპუის ხელა ხალხი ის კი არა რომ რაღაცა შენ ვიღაცა ხუჭის პანა ბოდიში და ამ სიტყვაზე რა პაპუის ხელა ხალხი სტუნაოდნენ და შუათითები და გვაკინებდნენ და რაღაცა საოცრებებს აკეთებდნენ რა ეს არის შრომელთა ერთობა მაგითი უნდა იწყებოდეს ხალხო მარტო ჭიათურის შეურაცხყოფა არის ეგ არის ყველა შეურაცხყოფა ვინც კი დასაქმებული არის საერთოდ მესამე მთავრობის საკითხი აი წარმოუდგენელი არის აი რა ვიცი რა გითხრათ ხალხო რა რომ თქვენ ხართ რომ მე აქ რო ჩამოვდივარ მარკოვან რო სულ ვიმეორებ ხოლმე რომ ასეთი წესიერი ხალხი და ასეთი რომ დაგიჯერებს რომ გამოყვება რომ აი გვერდში რომ დაგიდგება ესეთი ხალხია ვიშლიათი არის უკვე რა ანუ ეს აღარ არის რა ეგეთი რაღაცა რა ანუ უკვე ამ ძიმე შრომაში დასაქმებული ადამიანები როგორც ჩანს ხო გამოირჩევიან ამ თავისი წესიერებით თავისი სიკეთით და მე ხალხო პირადად დარწმუნებული ვარ რომ ეს არის კოორდინირებული რასაც ქვია სპეცოპერაცია რომ აქ ხალხმა აღარ იცხოვროს და ამოთხარონ ეს ყველაფერი რა დარწმუნებული ვარ და სხვანაირად ვერ ვიტყვი და ვერ მოვიტყუები რა ჩვენ ხო ჩვენ ჩვენი ვალი ჩვენ კი არ გვაქვს ვალი ანუ მისასი ან ბიზნესი ჩვენი ვალია ხალხო ამ ხალხს თქვენ ხელში არის ეგ სიმდიდრე გავლენი ვიტყუები ხო რა მეს ისე რომ რატო უნდა ველაპარაკოთ რომ ჩვენ გვაქვს გეგონება იმათი ვალი ვინც გინდა ის იყოს კაცო გინდა ბიზნესი იყოს გინდა მიშა იყოს გინდა ის იყოს ხო რატო უნდა ველაპარაკოთ ხალხო თქვენაც გეკუთვნით 2012-დან მოყოლებული მეც ყველა ის ვიდეო ნანახი რაც გოგამახსენე 4 წელიწადში აქ მოსვლა და ჭიათურა ესეთი იქნება ჭიათურა ისეთი ეს შეიძლება ხო და აქამდე უნდა მივიდეთ რომ ბავშვებს სკოლაში აღარ უშვებდნენ ეს არის წარმოუდგენელი
მდგომარეობა ხალხო არ გეგონოთ ვიღაცა არაინფორმირებული მე რასაც უსმინე პაპუაშვილის ეს იყო მესიჯ ბოქსი ჩვეულებრივი ეს იყო ჩვეულებრივი გააზრებული სიტუაცია რომ ეხლა აქ ვიღაცებს იქ არიან ვინც ლობირებენ იმას რომ აქ შემცირდეს მშრომელების რაოდენობა და ამ ქალაქში დაიცალოს ხალხი და ნაკლები იყოს რა ამას წალი არ გავა ხო და ერთი რაღაცა რა რომ ჩვენთან ხო ეს ფაქტიურად აი მე უყურებდი მე სიმონი იყო ჩემ მეგობრებთან მაუწყებელზე პოდკასტში და 2 საათნახევარი პირველი სიტყვიდან ბოლოს სიტყვამდე მოусმინე ისიათად რომ აქ ხელა გადაცემას თავიდან ბოლომდე მოусმინე რა და ნახე რომ ტყიბულელი კაცი ჩაერთო რომელიც სამსახურიდან გაუშვეს რაღაც თავისი მოსაზრების გამო რა მნიშვნელობა აქვს ბაღაროში რა პოლიტიკური მოსაზრება აქვს რატო უნდა გაუშვა თავისი მოსაზრების გამო ხო და ავადმყოფი დედა მყავს სახელს ვერ ვიხსენებ მემაყატიეთ რა ავადმყოფი დედა მყავს ქალაქში ავადმყოფ დედას ვერ დავტოვებ უნდა მოუვაროს ხო ანუ შიმშილისთვის გაწიეს რა ერთი და მე რას მივხვდი იცი ხალხო ტელევიზორში რა მე ესე იგი რომელიც აქ პირველად გაფიცოძე 2013-ში ვარ ნამყოფი და 15-ში ვარ ტყიბულში ნამყოფი და გაფიცო არ გამომიტოვებია რომ სოლიდარობა გამომეხატა მე არ მქონდა ნანახი რომ ჭიათურელი და ტყიბულელი კაცი ერთმანეთში ლაპარაკობენ ამ თემებს აი ამაზე დაფიქრდით უბრალოდ აი როგორი ამბავია რა რომ ამ ტელევიზორში ვის ლაპარაკს ვისმენთ ვინ არის ისინი ერთმანეთში რო ლაპარაკობენ და სიმარმა რა კითხვა დაუსვა სიმარმა კითხა რომ შენ რო გაგიშვეს სამსახურიდან ერთმა კაცმაო შენს მიმართ სოლიდარობა გამოხატაო და კაცმა უპასუხა რომ არა არც ერთო არ გამოუხატია რა ანუ ეხლა ეს არ თქვა ხო ჩვენ წარმოიდგინე ჩვენ ეს ხო ბიბლიური განსაცდელია ხო ეს არის აი ბიბლიაში რაც წერია ხო გრაი ხო ებრაელების ისა პრობლემა რაში მდგომა გაფრინტული იყო ანუ ხალხი და ერთ აზრზე ერთი სიმართლის ირგვლივ გაერთიანება არ შეეძლო მაშინ არის ჩვენთან ღმერთი როდესაც ჩვენ ერთიანები ვართ და როდესაც ჩვენთან აქვს ამათ ვალი და ჩვენთან როცა დაყრიან თავებს და როდესაც ანუ ესენი ესე მდგომარეობაში არიან რომ გატყავებენ და შეურაცხყოფას მოგაყენებენ და შენ გვერდზე გაიხედები და მეორე კაცი გვერდზე რო გიდგას იტყვის რომ არა ბოდიში და ბატონომიშა ბატონობიძინა თქვენთან ვარ და ამ კაცს ვერ დაუდგებიო გვერდზე ესე იგი ჩვენ განადგურებული ვართ ხალხო ესე იგი ესენი კიდე მეტად მოგვიჭერენ ჩვენ და ბოლომდე კიდე არ ქონია ამას ლიმიტი ანუ კიდე მეტის მოჭერა შეიძლება ესე იგი მეტის გამოწურვა შეიძლება ამას ფიქრობენ ეხა ამ ჭიათურაზე დამიჭერეთ ხალხო ტყიბულზე ხვალ იგივეს იფიქრებენ ეს არის მათი გეგმა რა ამ გაფანტულობიდან ამ დაქსაქსულობიდან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთის უნდა ვიწამოთ ხალხო დაი გევედრებით გემუდარებით რა მე თუ რაღაცის თქმაში არა ვისაც ხმა ვისმინეთ რა მნიშვნელობა არავის იმედი ერთმანეთთან ერთობის ერთმანეთის სოლიდარობის გარდა არ გქონდეთ იმიტომ რომ ესენი მოქმედებენ ერთად ამათ გადაწყვეტილი აქვს ეს აი გავიხსენებ ეხლა ამას ერთი მაგალითი კიდე ბურჯ-ხალიფაო საქართველოს დროშით განაცდაო რა და მე არ ვარ კონსერვატორი და ალტიფოს მსმენელი მაგრამ უსმენდი მაგათ გადაცემას აი იმ დღეს რა 6 მილიარდი შემოდისო ასე იმეს ესე იგი მთელი ქვეყანა რაში შემოდის ხალხო ანუ დახმარება მოდის ვიღაცისგან გინდა იმიდან იყოს ევროპიდან იყოს გინდა არ ვიცი ისე გვაზე იმეს 6 მილიარდი ჩაიდო აქო რაში ჩაიდო არ ვიცი რა ვიცი ალბათ მართლა კაზინო უნდა გაიხსნას ან რაღაცა უნდა გაიხსნას ყოველი შემთხვევაში ანუ ჩვენი ცხოვრება დიდად წინ არ მიდის რა ეგეთი სიტუაცია არის რა ხალხო სანამ აი აქ რაც უნდათ რომ გააკეთო სანამ ეს ყველგან გააკეთეს რა თქვენ უნდა აჩვენოთ მაგალითი რა იმიტომ თქვენ თუ ჭიათურამ თუ დღეს მაგალითი არ აჩვენა როგორც ჩანს სხვაგან სუსტ მდგომარეობაში არის კიდე ხალხი რა ამიტომ მხოლოდ თქვენი ერთობით რა და მხოლოდ აი გერმანელები ერთსაც ვიყდი ბოდიში და თუ თავი შეգაწინოთ რა ისევ იმას რომ დაუბრუნდე რა აი გენ მოვიდნენ და სოლიდარობა გამოხატეს ძალიან დიდი მადლობა ხო რითი იწყებოდა ეს ქალაქი მე წაკითხული მაქვს რაღაცა ძალიან ზედაპირულად ეს ის გერმანიის ის ინდუსტრია რითაც თავს იწონებენ ეს ხალხი ხო ჭიათურა იყო ერთ-ერთი საიდანაც გადიოდა ეს მარგანეცი რომელიც მე ხმარდებოდა იქ ქარხნების და ასე შემდეგ აშენებას ანუ ეხლა რომ დაგვეხმარა ჩვენ ეს ხალხი ჭიათურასაც ძალიან ბევრი აქვს იმ გერმანიისთვის მიცემული თავის დროზე და ამითი დაიწყო რა საერთოდ რა ჭიათურის ისტორია რა და ჩვენ ეს სიამაყე უნდა დავიბრუნოთ ხალხო რა უნდა დავიბრუნოთ რომ მაღაროელი არც მიწის მხრელი არ არის არც არავისი ვალი აქვს მის ხელებში აქვს გავლილი ამ თელამ სიტიტრეს
და იაკო ხუჩია იმ შანხაიში ვერ მოესწრება რობოტები რო ჩაანაცვლებენ ალბათ მაღაროელებს 50 მილიონი არის ვაგერ მაღაროელიო კაცმა თქვა და კიათურაში ყო საერთოდ ვერ მოესწრება რა და მომოწმებს რო აგზავნის მაგ აგიხარდეთო ხალხო რო დაგიყურესო ეს მაღარო ხო აი ეგ არის რომ გაყიდული არის და მაგაზე მუშაობს თქვენს დასაბნევად მუშაობს ხალხო რა დიდი პატივისცემით დიდი სიყვარულით რა მაღაროელებს გაუმარჯოს ხალხო ამ ქალაქს გაუმარჯოს ეს ქალაქი იდგება ეს ქალაქი უნდა იდგეს და უნდა იყოს საქართველოს ამ ეკონომიკურ იმაში ჩართული ისე როგორც იყო ყოველთვის ჩართული და რამხელა წილიც ჰქონდა რა ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა მოკლედ და უნდა აი ერთმანეთს გავამხნევთ რა ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში რა რომ რაღაცნაირად ანუ იქამდე რომ ეს გეგმა ამათმა აი მართლა რომ ანაკონდა გეხვევა აი ეგეთი მომენტი არის რა ამათ უნდათ რომ როგორ გაიგონოს ეს სიტუაცია რომ ჩუმი სიკვდილით მოკვდეს ეს ხალხი ისე რომ მოკვდეს რომ ხმაც ვერ დაიძახოს რა იმიტომ რომ მე უფრო მეტ მოგებას ნახავ რა ეს არის ხალხო სიმართლე რა გაუმარჯოს შეათურას მაღაროელებს გაუმან